გამარჯობა, დღეს კვირა დღეა და ჩვენ ვაგრძელებთ საზაფხულო კერძების თემას და დღეს გავაკეთებთ ბადრიჯანს. ჩვენ რამოდენიმეჯერ გავაკეთეთ ბადრიჯანი, მაგრამ დღეს განსხვავებულ რეცეპტს შემოგთავაზებ და ალბათ ყველასათვის ძალიან საყვარელი ბოსტნეულია ბადრიჯანი და ჩვენ ქართველები ძალიან ბევრნაირად ვაკეთებთ. მე მინდა შემოგთავაზოთ ბადრიჯანი, გამომცხვარი ბადრიჯანი, მაწვნით. ძალიან უხდება ეს კომბინაცია ბადრიჯანი და მაწვენი, ძალიან გემრიელია. მე ეს კერძი პირველად თელ-ავივში გავსინჯე, თუმცა მერე სტამბოლშიც გამისინჯია და ზოგადად ეს ახლო აღმოსავლური სამზარეულოს ძალიან დამახასიათებელი კომბინაცია მაწვენი და ბადრიჯანი. ასევე ჩვენ გამოვიყენებთ მუხუდოს, რომელიც ძალიან უხდება ამ კერძს. ამისთვის პირველ რიგში უნდა შევწვათ ბადრიჯანი, უпростоრად გრილზე შევწვათ და მერე ღუმელში გამოვაცხოთ. თუ გრილი გაქვთ სახში და ცეცხლზე წვავთ, ბევრად უფრო გემრიელი იქნება. აი ესე გავჭრათ პირდაპირ შუაზე. ვაღარო ცოტა ვუყენი მარილი. და გავახუროთ კარგად გრილის ტაფა. თუ ცეცხლი არის, პირიქით უფრო გემრიელი იქნება. ბადრიჯანი აი ესე ზოლები გავუკეთოთ პირველ რიგში. და მერე გადავიტანოთ ღუმელში და გამოვაცხოთ. ხოლო ამასობაში გავწუროთ ჩვენი მაწვენი. საერთოდ უკეთესია რომ მაწვენი წინა ღამეს გაწუროთ, გადააკრათ და მაცივარში გააჩეროთ, რომ კარგად დაიწრიტოს, ანუ უფრო ისეთი კონცენტრირებული იყოს. აი ეს არის ზუსტად ის ზოლები, რაც გვინდა რომ მივიღოთ. ეს კერძი ბევრად უფრო გემრიელია, თუ გაქვთ მაყალი და მაყალზე შეწვავთ თავიდან და მერე ღუმელში გამოაცხობთ, აი ეს ცეცხლის გემო განსაკუთრებულ არომატს და გემოს მიცემს. ეხლა მოვატრიალოთ ესე, რომ ეს ჯვარედინა ხაზები კონდეს ჩვენ ბადრიჯანს. მე ცოტა ზეთი დავუმატოთ. და აი ზუსტად ეს არის, რაც გვინდა რომ მივიღოთ. აი ხედავთ ესეთი. და მეორე მხრიდანაც იგივე, ორივე მხრიდან და შემდგომ გამოვაცხოთ ღუმელში. გავაკეთოთ დარჩენილი ბადრიჯნით. გადავდოთ, აი ჩვენი მეორე ნაწილიც შეიწვა. ეხლა შევწვათ ასევე ბულგარული. თუ გინდათ, შეგიძლიათ არ შეწვათ, მაგრამ მე მომწონს ეს ბულგარულის და ბადრიჯნის კომბინაცია. რილზე. ფერადი, რომ ლამაზი იყოს. მწვანე წიწაკაც. მწვანე წიწაკა შეგვიძლია მთლიანებად დავდოთ. აი, შენ რამოდენიმე წუთი გავაჩეროთ, რომ ეს ზოლები მიიღოს და ღუმელი გავახუროთ სადღაც 200 გრადუსამდე და გამოვაცხოთ 15-20 წუთის განმავლობაში. ყველაფერი ერთად. ასევე ჩვენ დაგჭირდება წითელი ხახვი, რომ ეს არომატი აიღოს. და 1-2 კვილი ნიო. ასე შემოუწყოთ. ასე. ეს ძალიან კარგი გარნირია ყველანაირი ხორცისთვის, გრილზე შემწვარი ხორცისთვის, მწვადისთვის, ძალიან გემრიელია და რა თქმა უნდა ძალიან მარტივი მოსამზადებელია. ხახვით. და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს ყველაფერი მაყალზე ბევრად უფრო გემრიელი იქნება და აბსოლუტურად სხვა არომატი ექნება. ეხლა გამოვაცხოთ ყველაფერი ღუმელში.
და ზუსტად ეს ხახვი და ეს ნიორი აი განსაკუთრებით არომატს მიცემს ჩვენ ბადრიჯანს. ეხლა მოვამზადოთ მაწვნის соуსი, ლაიმის ან ლიმნის ცედრა. ძალიან უხდება მაწონს, კარგ არომატს აძლევს და რაღაც განსხვავებულ პიკანტურ გემოს. ცოტა ოდენი წითელი წიწაკა. ცოტა ოდენი სვანური მარილი, სუნელების, ასევე ცოტა ოდენი ლიმნის ცედრაც. ლიმნის წვენი. და ეს ყველაფერი კარგად გადაურიოთ. ნიორი აუცილებლად, ანივრიანი ზეთი, ზეითუნის ზეთი გავუკეთოთ. ცოტა ოდენი წვრილად დაჭრილი ნიორი და ეს არის ჩვენი соуსი. ეხლა შევწვათ მუხუდო. ეს არის ჩვენი მუხუდო. და ძალიან უხდება ბადრიჯანს ეს მუხუდო, დაბრაწული მუხუდო. და ზეითუნის ზეთში ოდნავ დაუბრაწოთ. ნიორთან ერთად. ცოტა ოდენი სვანური მარილი. და ძირა. აი ეს რაღაც აღმოსავლური ორიენტალური გემო რომელიც. შაშკულავი ან ტარხუნა ან პიტნა. ცოტა ოდენი კიდე მარილი. და წითელი წიწაკა, ცოტა ეს ცხარე, რომ და ეს იქნება ჩვენი ასე თქვა ზემოდან მოსაყრელი ბადრიჯანის. ძალიან სასარგებლოა მუხუდო და ძალიან ნოყიერია, ბევრი პროტეინი აქვს და მაგალითად ჰუმუსი, რაც მუხუდოსგან კეთდება, ვეგეტარიანელებისთვის არის აი ესეთი პროტეინის მიღების დიდი წყარო. ეს ასევე ძალიან გემრიელი იქნება, უბრალოდ სალატს რომ მოაყაროთ, ან სუპში რო ჩაყაროთ. ძალიან გემრიელია ესე სუნელებით შეზავებული. მზად არის? შევხედოთ ახლა ჩვენ ბადრიჯანს. მზად არის? აი ესეთი ლამაზი კერძია. ხანდახან მე ვფიქრობ, რომ მარტივი კერძებით, რომელიც ძალიან მარტივად მოსამზადებელია, ძალიან გემრიელია და ანუ შეიძლება რომ სულ რაღაც 10 წუთი დახარჯოთ, მაგრამ აი ესეთი ლამაზი კერძი მიიღოთ. ეხლა გავაფორმოთ ცხელ ბადრიჯანზე და ცხელ კერძზე პირდაპირ აი ამ ჩვენ ცივ მაწონს ვასხამთ. პირდაპირ ესე ძალიან კარგია სუფრასთან მისართმევად. მოვაყაროთ ჩვენი მუხუდო. ნახეთ რა ლამაზია. აუცილებლად ცოტა ოდენი წიწაკა. ხვამარილი. და ბროწეული. ძალიან კაია მაშარაფსაც თუ გაუკეთებთ. მოვასხათ ცოტა ოდენი მწვანე აჯიკა. ესე. პიტნა. და ცოტა ოდენი მიკრობალახი. აი
ესეთი გემრიელი, მარტივად მოსამზადებელი და მართლაც რომ საზაფხულო კერძი გამოგვივიდა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თუ მოგინდებათ რაიმე ბადრიჟნის განსაკუთრებული კერძის გაკეთება, აუცილებლად ეს რეცეპტი გაგახსენდებათ. მე ამით გემშვიდობები და ამ რეცეპტს და ასევე სხვა ძალიან ბევრ საინტერესო რეცეპტებს თქვენ ნახავთ ბორჯომის გასტრონომიული გიდის ვებგვერდზე. მე ამით გემშვიდობები და გემრიელ დღეს გისურვებ. ნახვამდის.